მოგესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო Sony-ს ახალ მოდელზე, ტელეფონზე. მოგესალმებით, Sony-ს აქვს Xperia სერია, რომელსაც უკვე აწარმოებსებია და ერთ-ერთი ფლაგმანური მოდელი არის. ერთ-ერთი არა, მაგის მეტი ფლაგმანი Sony-ს არ აქვს. და განახლებული ვერსია გამოუშვეს, მე-7 ნაწილი, მე-7 სერია, სადაც ტექნიკური მონაცემებიც გაუმჯობესებულია და რა თქმა უნდა მთავარი რამ კამერები. მოგესალმებით, Sony-ს კამერების თემა საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდა ყოველთვის და ახლაც აქვს. ეს არის ტელეფონი, სადაც ჩამონტაჟებულია პროფესიონალური გადაღების კამერები და ახლა წელს უკვე ამ ახალ მოდელში მკვეთრად არის გაუმჯობესებული ეს ნაწილი. გარდა ამისა, Sony-მ გაუმჯობესა აუდიო სისტემაც და ნელა გადავართ უკვე ტექნიკურ მახასიათებლებზე. თუმცა საერთო ჯამში მოკლე შეფასება რომ გავუკეთოთ, ეს არის Sony-ს Bravia ტელევიზორი და Sony-ს Alpha სერიის პროფესიონალური ფოტოკამერის გაერთიანება და შემოტანა ზუსტად ერთ პატარა ფლაგმანულ მოდელში, რომელიც კომპაქტური ფლაგმანია თავის ზომიდან გამომდინარე და მოკლედ ძალიან საინტერესო რამ გააკეთეს. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ეს კონკრეტული ტელეფონები რეალიზაციაში ჩაეშვება 2025 წლის 4 ივნისს. წონა იქნება 197 გრამი. Android 15-ზე იმუშავებს. მომდევნო 4 Android-ის აპდეიტის მხარდაჭერა აქვს, ანუ შემდეგი 4 აპდეიტი როცა გამოვა, ავტომატურად მიიღებთ. არის სუფთ Android-ი, ანუ მას Sony-ს არ აქვს თავისი აპლიკაციები და თავისი Android-ი, როგორც თქვა Samsung-ს ან სხვა ბრენდებს. ზომაში არის 6.5 ინჩი, რაც ფაქტობრივად გარანტირებულად უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ კომპაქტური ფლაგმანი გექნება და მისი ტარება არ იქნება პრობლემა და ზომაში დიდი არ არის. სრული 2K ეკრანი აქვს. პიკური განათება ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ოფიციალურ მონაცემებით, თუმცა თუ დაუჯერებთ ისეთ მიმოხილველებს, როგორც GSM Arena და ახლობით 1500 ნიტამდე უნდა ჰქონდეს. თუმცა ჯერჯერობით Sony-ს ამ შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. სამი კამერით არის აღჭურვილი. მთავარი კამერა იქნება 48 მეგაპიქსელიანი 4K-ის მხარდაჭერით. რაც შეეხება მეხსიერებას, რა თქმა უნდა, ის იქნება 12 გიგაბაიტიანი RAM-ი, ანუ ოპერატიული მეხსიერება და 5000 მAh-იანი ბატარეა. რომელსაც ექნება მხარდაჭერა 30 ვატიანი სწრაფი ჩარჯინგის და 15 ვატიანი უკვე wireless charging-ზე. მოდი გადავიდეთ ახლა უკვე ტექნიკურ მახასიათებლებზე. დაცვა ექნება Gorilla Glass Victus 2, ალუმინის корпуსით იქნება რა თქმა უნდა აშენებული. რა თქმა უნდა იმუშავებს ნანოსიმზე, ასევე ექნება eSIM-ის მხარდაჭერაც უნებრივია. რა თქმა უნდა აქვს IP65 და 68, ანუ წყლის და მტვრის დაცვის თემა. რაც შეეხება ეკრანს, ეკრანი TPO OLED გახლავთ 1 მილიარდი ფერის მხარდაჭერით, 120 Hz-იანი ეკრანი რა თქმა უნდა და რაც თავარია HDR BT2020. ამ ტექნოლოგიას რაც შეეხება შემდგომში აუცილებლად ვიდეოს გავაკეთებ, უფრო დეტალურად რო ახსნა, მაგრამ მოკლედ გეტყვით რომ როდესაც აქვს კონკრეტულ კამერას ამის ხარდაჭერა, ეს არის რომ თქვენ იღებთ უკეთესი ხარისხის 4K ანუ 4K გამოსახულებას, ანუ HDR-ის გამოსახულების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. დანარჩენს უკვე მე შემდგომ ვიდეოში რა თქმა უნდა ამ ტექნოლოგიაზეც გავაკეთებ საინტერესო ვიდეოს. როგორც გითხარით, ზომაში 6.5 ინჩი გახლავთ, რა თქმა უნდა არის 2K ეკრანი, გაფართოება aspect ratio იქნება 19:5:9-ზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვადრატულ სანტიმეტრში თითოში იქნება 396 პიქსელი. Sony-ს დისპლეები ცნობილია Bravia-ს ტექნოლოგიით არის და შესაძლებელია რომ კი და ალბათ ესე იქნება რომ ერთ-ერთი მკვეთრი გამოსახულება ექნება რასაკვირველია. სამწუხაროდ საქართველოში ამ მობილური ტელეფონების ესე შემოტანა აღარ ხდება ამ სერიის და ჩვენ ესე გატესვა ხელით ვერ მოგვიწევს, თუმცა დაიდება ამ დღეებში მიმოხილველების მიერ გაკეთებული ვიდეოები პრინციპში უკვე დევს და ვნახე რამდენიმე YouTube-ზე გამოსულა რამდენიმე საათში და შესაბამისად ნახოთ შეფასებები როგორ იქნება. რაც შეეხება უფრო მასიურ წარმოებას ჩაშვების შემდეგ ჩვენ უკვე დეტალურად გავიგებთ. გადავიდეთ შემდგომზე, ეს არის პლატფორმა გვაქვს Android 15, 4 მომდევნო 4 აპდეიტის მხარდაჭერით. რაც შეეხება chipsets მუშაობს Qualcomm-ის მერვე სერიაზე Snapdragon 8 Elite, რაც მოხლესი ჩიპია და ძალიან ძლიერი არის, რაც კარგია ნამდვილად. რაც შეეხება CPU-ს, აქ გვაქვს octa-core Orion V2 Phoenix L. რაც შეეხება GPU-ს, Adreno 820-ზე იმუშავებს. რაც შეეხება თვითონ მეხსიერების თემას, როგორც გითხარით, ეს იქნება ორი ტიპის მეხსიერება, ეს იქნება 12 256-ზე და 12 512 გიგაბაიტზე. რაც შეეხება მთავარს, კამერებს, რა გვექნება, როგორც გითხარით, მთავარი კამერა იქნება 48 მეგაპიქსელიანი 1.9 დიაფრაგმით.
24 მმ-იანი, ასევე გვექნება 2 მეგაპიქსელების PDA-ფი, რა თქმა უნდა გვექნება ასევე მეორე კამერა 12 მეგაპიქსელიანი გახლავთ, ეს 2.3 85 მმ-იანი დიაფრაგმით, ეს ტელეფოტო არის, ასევე გვექნება მესამე ეს არის 3.5 170 მმ-იანი დიაფრაგმით ესეც ტელეფოტო, ანუ ორი ტელეფოტო კამერა გვაქვს, როგორც ეს პროფესიონალურ ფოტოკამერებში ხდება, ასევე ჩვენ გვექნება ბუნებრივია 3.5-დან 7.1-მდე გვექნება ოპტიკური ზუმი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 7.1 ოპტიკური ზუმი არის ძალიან მაგარი შედეგი, რა თქმა უნდა 4 სანტიმეტრიანი გვექნება მაკროკამერაც 120 მმ-იანი და 48 მეგაპიქსელიანი ultra-wide 2.0-იანი დიაფრაგმით 16 მმ-იანი. მეტი რა გინდათ? მობილოგრაფები ხართ და გიყვართ ვიდეოების გადაღება, ეს ტელეფონი ზუსტად თქვენთვის არის. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა. დამწყებები ვინც ხართ, ახლა იმას ცოტა გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ იმ ხელა მენიუ აქვს, რომ ნახოთ თვითონ შიგნით და არის ინტერნეტში წინა წლების მოდელების ფოტოკამერის კურსები ან ბეგინერებისთვის და შეგიძლიათ იქ ნახოთ თუ არამხელა სერიოზული ცოდნა გჭირდებათ იმისთვის, რომ გადაიღოთ კარგი ხარისხის მულტიმედიური კონტენტი. ZS-ის ოპტიკა არის გამოყენებული, აქვს რა თქმა უნდა მხარდაჭერა color spectrum sensors, რა თქმა უნდა flash განათება აქვს პანორამა, HDR, რა თქმა უნდა და მოკლედ ყველაფერი რაც თანამედროვე smartphone-ის, ანუ ფლაგმანის კამერებს უნდა გქონდეს იმაზე მეტიც, ვიდრე აქვს სხვებს. რაც შეეხება selfies კამერას, აქ 12 მეგაპიქსელიანი გვექნება 2.0 დიაფრაგმით 24 მმ-იანი ხელისკუთხეებით, რა თქმა უნდა და HDR მხარდაჭერა, რა თქმა უნდა 4K როგორც 30, ასევე 60 კადრი წამში, ასევე 1080-იც იგივე და რაც შეეხება ხმას, აქ არის სრული სტერეო სისტემა, რა თქმა უნდა არის სერტიფიცირებული Hi-Res-ზე. რა თქმა უნდა 3.5 მმ-იანი ჯეკიც უკეთდება, რაც ძალიან დიდი პლუსი გახლავთ. განსხვავებით სხვა smartphone-ებისგან, რომელსაც Type-C აქვს და თუ ადაპტერი არ დაგჭირდა ჯეკის შეერთების ცოტა რთულია. რაც შეეხება საუდიო სისტემას, ეს არის გაკეთებული Walkman-ის მიერ. ვინც იცის საუდიოში ერთ-ერთი ტოპ ბრენდი გახლავთ წამყვანი მსოფლიოში და სწორედ ამათთან ერთად იმუშავეს პრინციპში Sony-ის პატრონაჟის ქვეშ არის შემოშვილებელი კომპანია, როგორც მე ვიცი. და აქ გვექნება მხარდაჭერა 24 ბიტიანი 192 კილოჰერცი Hi-Res wireless audio. ანუ აქ არის ასევე დინამიკური ვიბრაციის სისტემა ჩაშენებული და რა თქმა უნდა Snapdragon-ის საუნდის სერტიფიცირებაც. ასევე არის LDAC-ის კოდეკიც რა თქმა უნდა ჩასმული, რაც გარანტირებულად გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ Bluetooth მიიღოთ მაღალი ხარისხის აუდიო. ამისთვის გჭირდებათ ასეთი ტიპის ფაილებიც. რაც შეეხება თვითონ მხარდაჭერას Bluetooth-ის თემაში, Bluetooth 6.0 გვექნება, მეგობრებო, 6.0 ეს არის უახლესი Bluetooth ტექნოლოგია, A2DP, LA audio, IPTX HD, IPTX adaptive და IPTX lossless. ანუ გარდა იმისა, რაც Sony-ს თავისი აქვს, როგორც ვთქვათ, LDAC-ი, ასევე IPTX-ის, იმიტომ რომ Snapdragon-ზე მუშაობს და ეს პროდუქტი Snapdragon-ის არის სრული მხარდაჭერა, ანუ უდანაკარგო ხმის გადაცემის ტექნოლოგია და სიხშირე გეოდებათ, ასე რომ ძალიან მაგრად იმუშავებს აუდიოზეც, არა მხოლოდ კამერებზე, კამერები ისედაც ცუდი არ ქონდა ამ კუთხით Xperia-ს, მაგრამ ახლა უკვე სრულყოფილი ტელეფონი გამოდის ბაზარზე, იმიტომ რომ აუდიოც არის ბრწყინვალე მხარდაჭერიდან Bluetooth-ზე ხო საუბარი ზედმეტია. ასეთი 6.0-იანი Bluetooth-ი მე მგონი არც ერთ smartphone-ს არ აქვს ბაზარზე. ანუ რა თქმა უნდა აქვს GPS-ის მხარდაჭერა, ასევე აქვს BDS-ის მხარდაჭერა და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრი მონაცემები არის აქვე. რა თქმა უნდა სენსორული გახსნა იქნება თითით, როგორც ეს ყველა თანამედროვე smartphone-ს აქვს. და აღარ დავაკონკრეტებ ახლა ის პატარა ნიუანსებს, რის გარეშე ეს თანამედროვე smartphone-ებიდან მithumetes ფლაგმანები აღარ გამოდის. რაც შეეხება ბატარეის ტიპს, 5000 მAh-იანია, როგორც გითხარით, 30 ვატიანი დაჭერა fast charging-ის და ასევე არის 15 ვატიანი wireless-ის მხარდაჭერა. დაახლოებით 50% ბატარეის 30 წუთი ჭირდება, 1 საათი რომ სრულად დაიტანოს თვითონად თქვენი ტელეფონი. ეს არის თითქოს ტექნიკური მახასიათებლები. ეხლა გადავიდეთ მთავარ შეფასებებზე. დიზაინის მხრივ
არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ზოგადად Bravia-ს ეკრანი და Alpha-ს სერიის ფოტოკამერები უკვე იყო წინა სერიის Xperia-შიც, მაგრამ ნუ ახლა უფრო დააპდეიტდა და ახალი განახლებები მივიღეთ, ასევე წელს დაემატა Walkman-ის აუდიოც, რომელიც ბრწყინვალებას მისცემს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ Walkman-ი სერიოზული ბრენდი არის ამ მიმართულებით და ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვს. რაც შეეხება მთავარ რაღაცას, Sony აქაც არ ჩამორჩა თანამედროვე ტრენდებს და AI არის, ხელოვნური ინტელექტი არის დანერგილი აბსოლუტურად ყველგან, მათ შორის კამერებშიც, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ გადაიღოთ არა მხოლოდ დინამიური კადრები ისე, რომ ხარისხი საერთოდ არ დაკარგოს, როგორც ვიდეომ, ასევე ფოტომ, ასევე იმ შემთხვევაშიც მოგცემთ შესაძლებლობას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომ მათ შორის არა მხოლოდ ობიექტი, რომელსაც იღებთ, ის იყოს დინამიკაში, არამედ თქვენც. და თუ თქვენ გარბი ხართ სადმე და კიდევ ვიღაცას იღებთ, ვინც გარბის, ამ შემთხვევაში თქვენ პრობლემა არ გექნებათ კადრების სტაბილიზაციის და გადაიღებს ისე, რომ იქნება ბრწყინვალე, ეს თითქოს იყოს სტუდიური ხარისხით გადაღებული, ასე რომ ამ კუთხით Sony-მ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა. შესაბამისად, ეს ავტომატური კადრების რეჟიმი იქნება ძალიან მაგარი რამე დარწმუნებული ვარ. კამერაში როგორც გითხარით, 58 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართოკუთხოვანი კამერა არის, რომელსაც ორჯერ დიდი სენსორი აქვს და ვიდრე აქამდე ჰქონდა და ეს იყო ყველაზე სუსტი წერტილი Sony-ისთვის, კუთხოვანი ულტრაფართოკუთხოვანი კამერა, ძალიან ზუსტი იყო წინა სერიებში და ახლა Sony გვირდება, რომ ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და შესაბამისად, რაც ვნახე ამ შემთხვევაში დემო ვიდეოებში, აშკარად ეგრეა. ტელეფოტოები უცვლელი დარჩა, ამ შემთხვევაში არაფერი არ შეცვლილი. შეხება აუდიოს, კიდევ ერთი მხარდამჭერაც არის, ესე იგი, ეს არის ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული DSS Ultimate-ის გაფართოება აქვს დამატებული, ეს HiRes-ის და LDAC-ის და ასევე რა თქმა უნდა Dolby Atmos-ის ფორმატებთან ერთად, რომელიც ხარს უჭერს, ხოლო სტერეოდინამიკებს კიდევ უფრო მიენიჭათ ბასის სიმძლავრის გაზიარება. რაც შეეხება Bravia Display-ის განყოფილების მთავარი უპირატესობა არის 6.5 დიუმიანი OLED ეკრანი, რომელიც უფრო AI-ზეა ესეც ადაპტირებული და სიკაშკაშეს ავტომატურად არეგულირებს. ტელეფონს წინა და უკანა მხარეს სინათლის სენსორები აქვს, რაც უფრო აფასებს, ესე ვთქვათ, გარემომცველ განათების დონეს, სადაც თქვენ იმყოფებით ამ დონეს და შესაბამისად გირეგულირებთ სიკაშკაშეს, ფერთა გამას და რა თქმა უნდა ტემპერატურას. მეხსიერების თემას შევეხები, აქ გაფართოება შესაძლებელია micro SD ბარათით, კიდევ 2 ტერაბაიტამდე შეგიძლიათ გაზარდოთ. რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგარი არის, თანამედროვე სმარტფონების უმეტესობას პრაქტიკულად აღარ აქვს SD ბარათების ჩაშენების ფუნქცია, Sony-მ კი აღარ დაამატა და მე ძალიან კარგი არის, ბუნებრივია. მიახლოებითი ფასი იქნება, როგორც ხა წერს Berge, $1700-ზე ლაპარაკი. ბუნებრივია, არ გამიკვირდება იქიდან გამომდინარე, რომ Xiaomi-ის 15 სერიის ულტრა მოდელია ღირს €1400, რაც თვლებოდა ბაზარზე აქამდე საუკეთესო კამერა ფონად და შესაბამისად ახლა უკვე Sony-ს ამ გამოშვებით ბუნებრივია ფასი მაღალი იქნება. $1700 Sony-სიდან ზოგადად მეძვირე ბრენდია. მაგრამ ამ ასეთი ტიპის მონაცემებით ჯერჯერობით რა თქმა უნდა Sony-ს ექნება საბაზრო ფასის მაღალი დაჭერილი. ასე რომ იაფად ამ მობილურ ტელეფონს ნამდვილად ვერ შეიძენთ. მოკლედ მივეხილეთ ეს ახალი სმარტფონი, ეს იყო რაც უნდა რომ მე თქვა თქვენთვის. ჩვენებით ვერ გაჩვენებთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბაზარზე რა თქმა უნდა არ არის ეს ჩვენთან და არც იმედია რომ ეს შემოიტანენ და შემოვა, თუმცა არ ამგონია ამ ფასაფასო სეგმენტში ეს კიდევ ჩვენთან უფრო ალბათ $2000 ნაკლებად არ გაიყიდება და ძალიან მეეჭვება $2000-ად ვინმე აქ Sony-ზე ჩამოდგეს, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც შეგიძლია იყიდე უფრო იაფად Google-ის Pixel-ი, სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვეულებრივ რიგით მომხმარებელს ჭირდება. ალბათ Sony-ს უფრო შეიძენენ ფოტოგრაფიით და ამ საქმით დაკავებული ადამიანები, რომელსაც ჭირდებათ გვერდით გქონდეთ ესეთი კარგი აპარატურა. ცალსახად რომ შევაჯამებ ჯამოთ არსებული მონაცემებით, რაც არის და ფოტოების და ვიდეოების ხარისხის თემას. ტექნიკური მახასიათებლები იძლევა გარანტიას, რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კამერა ფონი, დანარჩენს უკვე პრო და პრაქტიკა აჩვენებს, შემოდგომით არა, ზაფხულშივე პრინციპით ჩვენ გვექნება უკვე ზუსტი ტესტი, როცა გაიტესტება წამყვანი გამოცემების მიერ და დაიდება რამდენად რეალურად არის ეს სმარტფონი თუ არა. ყოველ შემთხვევაში პრეზენტაციაზე რაც ვნახეთ და ის დემო ვიდეოები და მასალები რაც გვაჩვენეს, ერთ-ერთი ბრწყინვალე კამერა ფონი არის. დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო, იმედი მაქვს რომ საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას, არხი გამოიწერეთ და შემდეგ ვიდეომდე.